მოგესალმებით. დღეს გაჩვენებთ ძალიან კარგ და საჭირო მოწყობილობას. ეს არის AutoCast Play to Video Pros მანქანის ბოლო მოდელის ადაპტერი. დავეთანხმებით, რომ ძალიან დამღლელია ყოველ მანქანაში ჩაჯდომისას კაბელების ძებნა, დაერთება და Android Auto-ს და CarPlay-ს გამოყენებისას ამ ყველა პროცედურის გავლა. ეს მოწყობილობა შეცვლის თქვენი თამაშის წესებს, ის მთლიანად შეცვლის თქვენი ოჯახით მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებას. მოყვა ორი USB კაბელი, ინსტრუქცია, ასევე არის ძალიან კომპაქტური და ვინც კიდე ფიქრობთ რა არის ეს, წარმოგიდგენთ თქვენი მანქანის მონიტორი გადაიქცევა Android ტაბლეტად. დიახ, ეს მოწყობილობა Android 12-ზე მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ YouTube, Netflix, სატელევიზიო შოუებს და ასე შემდეგ. ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ ირთვება ეს მოწყობილობა და რაც მთავარია, მანქანას უნდა გქონდეს აუცილებლად კაბელიანი CarPlay, Apple CarPlay და Android Auto. დაგოგეთ მანქანა, შეაერთეთ და ბუმ, მოწყობილობა ჩაერთვება ეგრევე. და ეხლა იწყება ყველაფერი. ეხლა ვიღებ ჩვენს ტელეფონს და ვაკავშირებ Play to Video Pro-ზე. ეგრევე ეკრანზე მომენტალურად გამოიტანა ჩვენი მენიუ, ჩვენი CarPlay-ის მენიუ, აგერ მეფი გამოიტანა ასევე ის, რაც მოყვება ჩვეულებრივად Apple CarPlay-ს და ამასთანავე ჩვენ ვიღებთ Android ფუნქციებს, როგორც არის ეს არის YouTube, ეს არის Netflix, ეს არის TikTok-ი შეგვიძლია გამოვიტანოთ, ასევე გამოდის IPTV და Spotify. ძალიან მარტივად მუშაობს, ძალიან სწრაფად მუშაობს და რაც თავარია, მუშაობს ისევე როგორც თქვენი ტელეფონი. ერთი კლიკში, ერთ დაჭერაში არის ყველაფერი, თუ რამე შეიძლება გქონდეს ამ მოწყობილობას. ეხლა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ის Android-ზე. ჩემი მაგალითად Google Pixel-ი შევაერთეთ თუ არა, გამოიტანა ყველაფერი. მას გამოაქვს Android-ში არსებული აბსოლუტურად ყველაფერი. თამაშის მენიუშიც კი არის შესაძლებელი შესვლა და თამაშების ეკრანზე გაშვება. ასევე ჩვენ შეგვიძლია პირველ რიგში უნდა დავაერთოთ ეს ყველაფერი ინტერნეტზე, რომ ფუნქციებმა იმუშაოს. ამისთვის ჩვენი მანქანის hotspot-ი დაგჭირდება და სასურველია რომ იყოს კარგი სიჩქარე, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე იმუშაოს. შევდივართ Netflix-ში, როგორც აქ ხედავთ და იყენებთ ყველაფერს Netflix-ისას, ანუ იყენებთ უყურებთ სერიალებს, TV შოუებს, რაც აგაქვთ მოკლედ Netflix-ის გამოწერაში, ყველაფერი გადმოგაქვთ ეკრანზე. ასევე YouTube-ზეც შეგიძლიათ აი მაგალითად ფილმის ტრეილერები ყველაფერი ნახოთ და გავუშვათ ის დიდ ეკრანზე. ის იმუშავებს ისევე როგორც თქვენი ტელეფონი. გექნებათ არანაირი პრობლემა ამ შემთხვევაში. ასევე მას გააჩნია USB სლოტები. USB სლოტებიდან თქვენ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ფილმები, ჩაწერილები გაუშვათ და ის ადგილებში, სადაც ინტერნეტი ცუდად მუშაობს, ეს ყველაფერი ფუნქციები გამოიყენოთ. და რაც თავარია, ეს ყველაფერი მუშაობს ძალიან სწრაფად. ისევე სწრაფად, როგორც მუშაობს თქვენი ტელეფონი. ეხლა ყველაფერი გავაკეთოთ iPhone-ზე. იგივე iPhone 13-ზე დაკავშირდა ეხლა ტელეფონი. iPhone 13-ს ერთადერთი შეზღუდვა რაც აქვს, რომ iPhone 13-ში დამატებით აპლიკაციებს ვერ ვიწერთ, მაგრამ CarPlay-ში რა აპლიკაციებიც გამოდის, ისინი აბსოლუტურად ყველა აისახება აქ. და რაც თავარია, ემატება ისევე როგორც Android-ს, YouTube-ის, Netflix-იც, Spotify და თუ რამე გვაქვს Android Auto-ში, იგივე გვაქვს აქაც. შესაბამისად ეს ყველაფერი ღილაკები ჩამწკრებული ერთმანეთის გვერდით და ყველაფრისგან აი თუ მოგბეზდათ რაღაცის ყურება, გამოხვალთ და ერთი კლიკით დაუბრუნდებით საწყის პოზიციას, როგორც აქ გაჩვენეთ რა. აქ არის ინტერფეისი iPhone-ის და იგივე პროგრამები, რაც Android Auto-ზე არის, ასევე არის Apple CarPlay-ზე რა. შესაბამისად მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ის უპირატესობები, რომელიც გააჩნია, ანუ კომპაქტურია, ძალიან პატარა, ძალიან სწრაფია და რაც თავარი AutoCast-ი არის ბრენდი, რომელიც ლიდერია ამ სექტორში და შეგიძლიათ უცხოურ საიტებზე მოიძიოთ რევიუები. მანქანის მულტიმედია ხდება უსადენო, რაც კომფორტთან ერთად ტელეფონის ელემენტს ინახავს. სწრაფი ჩართვა და კომპაქტური ზომა, ინტერფეისი და მისაღები ფასი, Netflix-ის სრულფასოვანი გამოყენება, YouTube და Spotify, საუკეთესო ოჯახთან ერთად ჩორმანძილებზე მოგზაურობისას. AutoCast G, AutoCast G არის AutoCast-ის ოფიციალური დილერი, პროდუქტი დაცულია ჰოლოგრამით და მოქმედებს ერთწლიანი გარანტია.